2014 წლიდან ის მოქალაქეები, რომელთაც წლიური შემოსავალი 6000 ლარს არ აღემატება დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით ისარგებლებენ. ეს ინიციატივა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. შემოსავლიანი მოქალაქეები წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი საარსებო მინიმუმის 20%-ს წლის ბოლოს უკან დაიბრუნებენ და ამით დღეში საშუალოდ 1 ლარს დაზოგავენ. ეკონომისტების გათვლით დაუბეგრავი მინიმუმის წესის დამკვიდრებით სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 170 მილიონი ლარი დააკლდება. ეკონომიკის ექსპერტი პაატ აროშიძე თავად ტერმინის შემოღებას მნიშვნელოვნად აფასებს. ეკონომისტის თქმით, თუ ბიუჯეტი სწორად დაიგეგმება, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს არ დააზარალებს. ექსპერტის განცხადებით, ეს შესაძლოა მოსახლეობისთვის არსებითი შეღავათი არ იყოს, თუმცა მცირე შემოსავლიან პირებს მდგომარეობა გარკვეულწილად შეუმსუბუქდებათ. მომავალი წლიდან ჩვენ რეალურად ვიწყებთ უკან დაბრუნებას უკვე საშემოსავლო გადასახადში დაუბეგრავი მინიმუმის თემას და გავაცნობთ ბანკერებს და ბიზნესმენებს ჩვენს ხედვებს ამასთან დაკავშირებით. მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს, დეკლარაციის შევსების საფუძველზე იბრუნებენ მთელი წლის განმავლობაში დაგროვებულ თანხას და ეს თანხა შეადგენს 360 ლარს. ეხლა რაც შეეხება ბიუჯეტისადმი ზარალის მიყენებას, სწორად დაგეგმილი ბიუჯეტის დროს ეს ზარალს არ მიაყენებს, იმიტომ რომ კალენდარული წლის განმავლობაში დაგროვებული თანხის დაბრუნება ხორციელდება მომდევნო კალენდარული წლის ბიუჯეტიდან. ახალი კანონმდებლობა თუ დამტკიცდება, იმასაც შევხედავთ, რაც შეპირებულია, ეს არაფერი არ არის ჯერ და ლარი კი 54 იქნება ჩვენთვის შეღავათი, რომც იყოს 50 თეთრიც კარგია, იმიტომ რომ ერთი პურის პული მაინც არის.